მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას ქართულ ცივილიზაციას. გადაცემა დღევანდელი არის მე-10 რიგით. ჩვენი საუბრის თემაა, როგორც მოგეხსენებათ, არის პროტოქართველები, საერთო ქართველური ენა და წარწერები. ჩვენ ამასთან ერთად საუბრობთ ეგეოსური და მონათესავე დამწერლობებზე. თემა წარმოდგენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ცენტრი ენა ლოგიკა მეტყველებას მიერ. ჩვენი ნაშრომები კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გამოქვეყნებულია ჟურნალ ქართველოლოგიაში, რომელიც იბეჭდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. და შესაბამისად ამ გვერდებზე მითითებულია ის ნომრები, რომელშიც არის დაბეჭდილი ჩვენი ნაშრომები. ასევე ჩვენი ნაშრომი ქვეყნდებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში და მისი კრებული არის ისტორიული ეთნოლოგიური ძიებანი. ნომრებიც მითითებულია ეკრანზე. ეს ნაშრომები ასევე შესაძლებელია თქვენ იხილოთ მითითებულ საიტზე. ეს საიტი არის თქვენს ეკრანზე ჩანს. წინამდებარე გადაცემაში წარმოდგენილია შემდეგი საკითხები. ჩვენ ვისაუბრეთ პირველ საკითხზე. პირველი იყო სამხრეთ ევროპის წინა აზიისა და კავკასიის უძველესი მოსახლეობისა და ენების შესახებ. მეორე მაკრელების, დოლიონების, ქაშკებისა და მუშკების განსახლების შესახებ. შემდეგი მესამე თემა იყო რეაკიბელეს, კორიბანტებისა და კვირბების კოლხური დამწერლობის შესახებ. და ჩვენ ახლა მეოთხე თემაზე ვსაუბრობთ, ეს არის კრეტული იეროგლიფური, ფესტოსის დისკოს, არქალოხორის ცულის, ადაბეკლასის ხაზოვანი და მონათესავე დამწერლობების აღმოჩენისა და შესწავლის მოკლე ისტორია. შემდეგი თემა იქნება ფესტოს დისკოსა და აკლასის ხაზოვანი წარწერების შესახებ და ბოლოს იქნება დასკვნა. ესე იგი ჩვენ საუბრობთ დღეს მე-9 გადაცემა გავიდა და დღეს არის მე-10 გადაცემა და საუბრობთ კრეტული იეროგლიფური, ფესტოსის დისკოს, არქალოხორის ცულის, ადაბეკლასის ხაზოვანი და მონათესავე დამწერლობების აღმოჩენისა და შესწავლის მოკლე ისტორია. Der neue Pauli ენციკლოპედიის ოლივიესა და გოდარის მიხედვით კრეტული იეროგლიფური წარწერები ძირითადად აღმოჩენილია კუნძული კრეტის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, აგრეთვე ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და სხვაგან. კრეტაზე აღმოჩენილია თქვენს ეკრანებზე ეს მითითებულია ადგილი კნოსოსი, მალია, ფესტოსი, ჰაგიატრია და არხანესი, ლასითი და სხვა. ხოლო ეგეოსის ზღვის კუნძულები სახელდება კითერა და სამოთრაკი. თქვენ შეგიძლიათ ეკრანზე ნახოთ რუკა კრეტული იეროგლიფური წარწერების აღმოჩენის ადგილები, ესე იგი კუნძული კრეტის გარდა, ასევე აღმოჩენილია კუნძულ კითერა და მეორე კუნძული სამოთრაკი. ამ ადგილებზე არის აღმოჩენილი კრეტული იეროგლიფური წარწერები. ამის გარდა, უკანასკნელ ხანებში საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია კრეტული იეროგლიფური დამწერლობის მსგავსი ცალკეული ნიშნები. ეს მასალა მოთავსებულია გიორგი გიგაურის წიგნში. საქართველოს ტერიტორიაზე კონკრეტულად არის ხევსურეთი, თუშეთი, თრუსოს ხეობა, სამცხე-ჯავახეთი და სხვა მრავალი მასალა შეიძლება მალე დაიბეჭდოს, რომ ამ ნიშნებით სავსე არის საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური მასალა. საქართველოში აღმოჩენილი დამწერლობის ნიშნები, ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ საუბარს. ახლა გავიხსენოთ წინა გადაცემაში შემდეგი ნაწილი, რომელზეც ჩვენ საუბრობდით. 1927 წელს კუნძულ კრეტაზე მალის მინოსური სასახლის ნანგრევების არქეოლოგიური გათხრებისას შაპუტიემ აღმოაჩინა მალის ქვის ბლოკი, რომელიც შესრულებულია კრეტული იეროგლიფური წარწერით. მან მეცნიერულად შეისწავლა ეს წარწერა და 1938 წელს დაბეჭდა შემდეგ ნაშრომში. ეს ნაშრომი თქვენს ეკრანზე მითითებულია. მალის ქვის ბლოკის კრეტული იეროგლიფურ წარწერას წარმოვადგენთ ქვემოთ, ანუ თქვენს ეკრანზე ჩანს მალის ქვის ბლოკი და მასზე კრეტული იეროგლიფური წარწერა წარმოდგენილი.
ეს წარწერა თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მე-16 საუკუნით, ანუ ქრისტემდე 1600 წლით ადრე. დღეიდან რომ გამოვიანგარიშოთ, ეს წარწერა ესე იგი გამოდის 3600 წლის წინანდელი. ჩვენ ახლა რუკაზე შევხედოთ კუნძული კრეტა და სად მდებარეობს მალია. მალია ეკრანზე ჩანს, მდებარეობს ამ ადგილზე. რუკაზე ჩანს ეს თქვენ კარგად დააკვირდით და თავარი ქალაქი კრეტისა ჰერაკლიონი და მათი დაშორება ერთმანეთიდან, ესე იგი ჰერაკლიონიდან დაშორებულია მალია 37 კილომეტრით. 1915 წელს ბერძენმა არქეოლოგმა ხაძიტაკისმა აღმოაჩინა მინოსური ხანის არქეოლოგიური ადგილი, მალიის სასახლის ნანგრევები. თქვენ ახლა სწორედ ეკრანზე ხედავთ მალიის სასახლის ნანგრევებს, რომლის ფართობი, მდებარეობის ფართობი არის 7500 მეტр კვადრატი. ეს არის საკმაოდ დიდი სასახლე. მალიის მინოსური სასახლის მაკეტი დღეს უკვე დამზადებულია და მოდელსაც გაჩვენებთ. ეს არის მალიის მინოსური სასახლის მაკეტი, რომელიც გამოფენილია კუნძულ კრეტის მალიის მინოსური სასახლის არქეოლოგიურ ადგილას. საინტერესოა იმ დრო ეს სასახლე არქიტექტურულად, რომელსაც ჩვენ ახლა არ განვიხილავთ, მაგრამ შემდეგში შესაძლებელია რაღაც დეტალებზეც ვისაუბროთ. ჩვენ გავაგრძელებთ დამწერლობაზე. შაპუტიემ, ჰარმანმა, გოდარმა, ოუენსმა და სხვებმა მალიის ქვის ბლოკის დამწერლობის ნიშნებს დაუკავშირეს ფესტოსის დისკოს არქალოხურის ცულის წარწერების ნახატნიშნები და აკლასის ხაზოვანი დამწერლობის ნიშნები. კრეტული იეროგლიფური წარწერა ჩანს თქვენს ეკრანზე. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს წარწერები ერთმანეთთან კავშირში რომ იყოს? იმიტომ რომ ფესტოსის დისკოს როგორც წარწერის ნიმუში ერთადერთია, მაგრამ მისი ნიშნები მსგავსი არის და ეს დაკავშირებულია არქალოხურის ცულის წარწერის ნიშნებთან, მალიის ქვის ბლოკის დამწერლობის ნიშნებთან და აკლასის ხაზოვანი დამწერლობის ნიშნებთან. და ეს კავშირი იმის მამტკიცებელია, რომ ეს არის ესე იგი კრეტაზე შექმნილი დამწერლობა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ჩანს თითქოს, მაგრამ გამოიყენებოდა. როგორც ჩვენთან ქართულ დამწერლობის სხვადასხვა სახე გვაქვს წერის სტილზე, ესე იგი წერის ფორმები, ანუ ნიშანი იწერება სხვადასხვანაირად, ასომთავრული სხვა სტილის ნიშანია, ასევე მხედრული და ხუცური. თუმცა ესენი ერთი წარმოშობის ნიშნებია. ასევე აქაც კუნძულ კრეტაზე აღმოჩენილი წარწერის ნიმუშები. ამ წარწერებს ჩვენ მოგვიანებით წარმოვადგენთ. დღეს კი გავიხსენოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოცემა. ზემოთ აღნიშნული დამწერლობის შესახებ კვლევითი მასალა წარმოდგენილია შემდეგ გამოცემებში. ეს არის ჰარმანის წიგნი, ძალიან საინტერესო წიგნია. ვინც ამ მიმართულებით დაიწყებს მუშაობას, ეს წიგნი აუცილებლად უნდა ნახოს კვლევარმა. მეორე წიგნი, რომელიც ეკუთვნის ძალიან ცნობილ მეცნიერს, გერეთ ოუენს, და ეს წიგნი წარმოდგენილია თქვენს ეკრანზე. ეს წიგნი ორ ენაზეა დაბეჭდილი, ბერძნულ და ინგლისურ ენებზეა. საინტერესო მასალას მოიცავს კრეტული იეროგლიფების, აკლასის ხაზოვანი ფესტოს დისკოს არქალოხურის ცულის მალიის ქვის ბლოკის წარწერების ნიშნებზე დაკავშირებით და საინტერესო მოსაზრებებია დაფიქსირებული ამ წიგნში. 1908 წლის 3 ივლისს კუნძულ კრეტაზე ფესტოში მდებარე მინოსური ხანის სასახლის ნანგრევების არქეოლოგიურ გათხრებისას იტალიელმა არქეოლოგმა ლუიჯი პერნიემ აღმოაჩინა ფესტოსის დისკო და აკლასის ხაზოვანი წარწერით შესრულებული, რომელსაც ქვია PH1 თიხის დამტვრეული, ესე იგი PH1-ია და ეს არის თიხის დამტვრეული ფირფიტა. თქვენს ეკრანზე ჩანს ფესტოსის დისკოს ფოტო და აღმომჩენი ლუიჯი პერნიემ. ახლა გაჩვენებთ აკლასის ხაზოვანი წარწერით შესრულებული PH1 თიხის დამტვრეული ფირფიტას, რომელიც აქვე იქნა აღმოჩენილი ფესტოს დისკოსთან ერთად.
ახლა ვნახოთ სად მდებარეობს კუნძულ კრეტაზე ფესტოსი. თქვენს ეკრანზე გამოჩნდება ეს ადგილი, არქეოლოგიური ადგილი, სამხრეთ ნაწილია კუნძული კრეტის ცენტრალური სამხრეთ ნაწილი, ხოლო მთავარი ქალაქი ჰერაკლიონიდან დაშორებულია დაახლოებით 62 კილომეტრით. ეს მაგისტრალი ჩანს თქვენს ეკრანზე. როგორც მოგახსენეთ, ფესტოსი უფრო ახლოს არის, ესე იგი მისი სივრცე უფრო წარმოდგენილია ლიბიის ზღვასთან. ხოლო ჰერაკლიონი კრეტის ზღვის სანაპიროა. ახლა ვნახოთ ფესტოსის მინოსური ხანის სასახლის ნანგრევები. ეს თქვენს ეკრანზე ჩანს, ანუ ფესტოსი ზედხედიდან, რომელიც ეს ფოტო აღებულია ჰაიფოტის წიგნიდან და აქვე ჩანს სივრცე სასახლის მიღმა, ეს უფრო ცოტა ამაღლებულ ადგილზე მდებარეობდა ეს სასახლე. უფრო სხვა ხედით დავინახოთ ფესტოსის მინოსური ხანის სასახლის ნანგრევები და დღევანდელი გათვლებით ფესტოსის მინოსური სასახლე დაახლოებით არის 8400 მეტრ კვადრატზე განლაგებული. ამ სიდიდის, ამ ფართობის სასახლე იყო ამ ადგილას აშენებული. ეს უფრო დიდი სასახლეა ვიდრე მალიის მინოსური სასახლე. ეხლა ნახოთ ფესტოსის მინოსური სასახლის მოდელი. აი სავარაუდოდ ასეთი სასახლე იყო ფესტოში. თქვენს ეკრანზე ჩანს, რომ ორსართულიანი სასახლეა. ახლა ვნახავთ ფესტოსის დისკოს აღმოჩენის ადგილს. ეს არის საარქივო ადგილი, სადაც აღმოჩნდა ფესტოსის დისკო. მითითებულ ისრის ქვეშ არის წარმოდგენილი ფესტოსის დისკო. ეხლა უფრო ახლოს გაჩვენებთ ფესტოსის დისკოს აღმოჩენის ადგილი. ეს არის როგორც მოგახსენეთ არქივი, საარქივო ნაწილი, ესე იგი სასახლის ერთ-ერთი საარქივო ოთახი და ეს საარქივო ოთახი დანომრილია მერვე და ამ ადგილას აღმოაჩინა ლუიჯი პერნიემ ფესტოსის დისკო. ფესტოსის დისკო გამომწვარი თიხის რგვალი ფირფიტაა, რომლის დიამეტრი დაახლოებით იცვლება 15.8-16.8 სანტიმეტრი. სისქი არის 1.6 ან 2.3 სანტიმეტრი. წონა დაახლოებით არის 380 გრამი. ფესტოსის დისკოს ორივე მხარეზე გაკეთებულია სპირალის ზოლები, რომლებშიც ვერტიკალური ხაზებით გამოყოფილია 61 უჯრა. ეს უჯრები დაფარულია მკვეთრად გამოსახული 252 ნახატ-ნიშნით. ჩვენი კვლევებით აქ კიდევ ჩანს დამატებით ორი ნიშანი. ეს ნიშანი არის ჩვენ შემდეგში გაჩვენებთ დასასრულის ნიშანია და ამაზე შემდეგშიც ვისაუბრებთ. ახლა ვნახოთ ფესტოსის დისკო. ეს წარმოდგენილია ჰერაკლიონის არქეოლოგიურ მუზეუმში. ფესტოსის დისკო პირობითად დათარიღებულია ძველ წელთაღრიცხვით 1850-1600 წლებით. პირობითად იმიტომ ამბობენ მეცნიერები, რომ შეთანხმება არ არის ამ დოკუმენტის, ამ წერილობით ძეგლის დათარიღებაზე, მაგრამ ცვლილება ამ დოკუმენტის დათარიღების თვალსაზრისით 1850-1600 წლებით არის წარმოდგენილი. ამ პერიოდში არის ეს თიხის ფირფიტა დამზადებული. ჩვენ ახლა ნახოთ ფესტოსის დისკო ორივე მხრიდან არის დაბეჭდილი და ვისაუბრეთ ამაზე ქვემოთ. ფესტოსის დისკოს ამ მხარე თქვენს ეკრანზე კარგად გამოჩნდება ორიგინალი და მისი ახლა ვნახავთ იმ ნაწილს თუ როგორ არის დაწერილი ნახატ-ნიშნებით ფესტოსის დისკოს ამ მხარე. ახლა ვნახოთ ფესტოსის დისკოს ბ-მხარე. ბ-მხარე გამოჩნდა ახლა ეკრანზე და მისი ანუ მასზე წარმოდგენილი ნიშნებს გაჩვენებთ ახლა. ეს არის უკვე ფესტოსის დისკოს ბ-მხარეზე დაბეჭდილი ნახატ-ნიშნები.
ფესტოს დისკოს და მონათესავე დამწერლობის შესახებ კვლევითი მასალა წარმოდგენილია შემდეგ მნიშვნელოვან გამოცემებში და ჩვენ ამ გამოცემებს ახლა რამდენიმეს დავასახელებთ. ლუიჯი პერნიემ მეცნიერულად შეისწავლა ფესტოსის დისკოს და pH 1 თიხის ფირფიტების განი მხარე, მასალა, ამ წარწერთა ნიშნების გრაფიკული გამოსახულება და სხვა საკითხები. 1909 წელს დაიბეჭდა მისი მეცნიერულ-კვლევითი ნაშრომი შემდეგ კრებულში. ეს არის იტალიურად დაბეჭდილი ავსონია ჟურნალში, კრებულში უпростоრად. შემდეგ მნიშვნელოვანი გამოცემა ამ საკითხთან დაკავშირებით არის ევანსის ნაშრომი. ევანსმა ისტორიულ შედარებითი მეთოდით შეისწავლა ფესტოსის დისკოსა და მონათესავე ეგეოსურ დამწერლობათა ნიშნების განვითარება, განკვეთილობის ნიშნები, საწერილ მასალა, შექმნის ადგილები და სხვა საკითხები. აგრეთვე განსაზღვრა აღნიშნული წერილობითი ძეგლების თარიღები. 1909 წელს დაიბეჭდა ევანსის მეტად ანგარიშგასაწევი მოსაზრებები, მეცნიერული დაკვირვებები და დასკვნები შემდეგ წიგნში. ეს წიგნი, როგორც წინა გადაცემაში მოგახსენეთ, 2 ტომისგან შედგება სკრიპტა მინუა, პირველი ტომია თქვენს ეკრანზე ახლა წარმოდგენილი, ხოლო მეორე ტომი 1952 წელს ევანსის გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა და ეს მეორე ტომი ჩვენს სამეცნიერო ბიბლიოთეკაშიც ინახება. ალექსანდრე დე ლა სეტა გამოიკვლია ფესტოს დისკოს წარწერათა ნახატნიშნების ბეჭდის ტექნიკა და მიმართულება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ფესტოს დისკოს ნახატნიშნები თუ როგორ არის დაბეჭდილი, ამაზე დეტალურად ჩვენ გვესაუბრება დე ლა სეტა თავის ნაშრომში, რომელიც გამოიცა 1909 წელს, ეს იტალიურად არის დაბეჭდილი. ხოლო შემდეგი გამოცემა, ეს არის 1910 წელს დაბეჭდა რაინახმა თავისი გამოკვლევა ფესტოს დისკოს წარწერების შესახებ და ეს ნაშრომი საგულისხმო შედეგებითაა წარმოდგენილი და ეს წარმოდგენილია შემდეგ კრებულში. ეს უკვე ფრანგულად არის დაბეჭდილი. პირველად აქ რაინახმა დააფიქსირა, რომ ფესტოს დისკოს წარწერის ნიშნები და დაკვირვებით მან დაასკვნა, რომ ტექსტი შესაძლებელია ეძღვნება ქურუმებს, ღვთაებებს, კორიბანდებს. ამაზე ჩვენ შემდეგშიც გვექნება საუბარი დეტალურად. ფესტოს დისკოს წარწერების კვლევათა შორის უდავოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცემა ლუი გოდარის წიგნი ფესტოსის დისკო ეგეოსური დამწერლობის ენიგმა. წიგნი თქვენს ეკრანზე წარმოდგენილია. პირველად ეს დაიბეჭდა იტალიურ ენაზე, შემდეგში, ესე იგი 1994 წელს იტალიურად დაიბეჭდა, ხოლო 1995 წელს ინგლისური ვერსიაც დაიბეჭდა. ამ წიგნში განხილულია დისკოს სპირალის გამოსახვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ნახატნიშნების ბეჭდის პროცესი, გრაფიკულ გამოსახულებათა შედარება ეგეოსური კულტურის არქეოლოგიურ მონაპოვართან და სხვა საკითხები. ეს დეტალები იმდენად რთული მასალა არის, ამას ჩვენ არ შევეხებით, მაგრამ მოკლედ მაინც უნდა გვეთქვა თქვენთვის, რომ ფესტოსის დისკოსა და მონათესავე წარწერების შესწავლა დიდი ხანია მიმდინარეობს ტექნიკური თვალსაზრისით, უკვე 100 წელზე მეტია და საკმაოდ ბევრი მასალა არის დაგროვებული. ანუ ჩვენ ამ მოსაზრებების, ამ მკაცრი ძლიერი მეცნიერულ მოსაზრებებს ვეყრდნობით და ამ მოსაზრებების მიხედვით ჩვენ ხსნით, ანუ ამოვიკითხავთ ფესტოს დისკოს წარწერის ნიშნებს. ანუ ის ამოკითხვა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგში და ჩვენი გაშიფრვაზე, ეს არის ძალიან მკაცრი მეცნიერული კვლევებით, მეთოდებით გაშიფრული ტექსტი. ვერ ვიტყვით იმას, რომ ლინგვისტური მასალა ესეთი მარტივი არის, ძალიან რთული მეთოდური მასალა არის წარმოდგენილი ჩვენს ნაშრომებში, ამიტომ დღეისთვის ჩვენ შეიძლება ვთქვათ პირდაპირ, რომ ფესტოს დისკოს არქალოხორიცულის, მალიშკვის ბლოგის წარწერა, აკლასის ხაზოვანი წარწერების ნიშნები ამოკითხულია მკაცრი მეცნიერული მეთოდებით და ამოკითხვის სას გაირკვა, რომ ეს წარწერები შესრულებულია საერთო ქართველურ
ენაზე და ამ დეტალებზე ჩვენ შემდეგში ვისაუბრებთ. ახლა შევეხოთ თვით ფესტოს დისკოს წერილობით დოკუმენტს თუ მასთან დაკავშირებით რა მოსაზრებებია გამოთქმული. ჯონ ჩედვიკი წერს რომ წერილობითი ძეგლი ფესტოსის დისკო მსოფლიოში პირველი ნაბეჭდი დოკუმენტია. ანუ ეს იმდენად მნიშვნელოვანი განაცხადია რომ შუმერულთან შედარებით ასევე ეგვიპტურ წერილობით დოკუმენტთან შედარებით ყველაზე ძველი ნაბეჭდი დოკუმენტია. ანუ შუმერაში და ეგვიპტეში ნაბეჭდი დოკუმენტები ასეთი სახის არ შემორჩენილა, ანუ რას ტიპზე საუბარი. შუმერულში ნაბეჭდი დოკუმენტები არის, მაგრამ ორივე მხრიდან დაბეჭდილი არ არის და საერთოდ ფესტოსის დისკო დაბეჭდილია როგორც პოლიგრაფიულად, ასე რომ ვთქვათ, პირველი წიგნად არის მიჩნეული. ანუ ყოველი ნიშანი ფესტოს დისკოზე, თიხის ფირფიტაზე, ნოტიო თიხის ფირფიტაზე დაბეჭდილია ცალკეული ნიშნები და არა ერთდროულად. და ამიტომ არის მიჩნეული ფესტოს დისკო მსოფლიოში პირველ ნაბეჭდი დოკუმენტი და მას სწორედ ასევე უწოდებენ პირველ ნაბეჭდ წიგნს. პირობითად, რა თქმა უნდა. ლუი გოდარი და გრავირების ხელოვნების ექსპერტები ერთმანეთს ადასტურებენ, რომ ფესტოსის დისკოს ორივე მხარის წარწერის ნახატ-ნიშნები მკაფიოდ დაბეჭდილია ოქროსგან დამზადებული შტამპების საშუალებით. ეს მასალა ლუი გოდარის წიგნშია მოცემული, თქვენ დაწვრილებით შეგიძლიათ ამ შემთხვევაში ჩვენ წარმოვადგინეთ მისი იტალიურად და მისი წიგნი, რომელიც არის იტალიურად დაბეჭდილი. რუმპელმა ექსპერიმენტის საფუძველზე დაადგინა, რომ ოქროსგან დამზადებული შტამპით დაბეჭდილი ნიშნები თიხაზე უფრო მკაფიო ჩანს, ვიდრე მაგარი ხის, სპილოძვლის, რბილი ქვისა და სხვა სახის შტამპებით დაბეჭდილი ნიშნები. თქვენს ეკრანზე სწორედ ეს მასალა არის წარმოდგენილი. მაგალითად, ამ შემთხვევაში არის წარმოდგენილი მაგარი ხის შტამპებით დაბეჭდილი ნიშნები. ანუ რუმპელმა აიღო მაგარი ხე და მასზე გამოსახა ფესტოს დისკოს ნიშნები და ამ შტამპით დაბეჭდა თიხაზე და გვაჩვენა ექსპერიმენტის საფუძველზე, რომ მაგარი ხის შტამპით დამზადებული, ანუ დაბეჭდილი ნიშნები უფრო ნაკლებად კაფიები არიან შედარებით ვიდრე ოქროს შტამპებით დაბეჭდილი ნიშნები. და აქ ეკრანზე სწორედ ჩანს განსხვავებული, ესე იგი მაგარი ხის ნიშნები სუსტად ჩანს, სპილოძვლის შედარებით უფრო მკაფიო, რბილი ქვისა და ყველაზე მეტად მკვეთრად, რომელიც ჩანს თიხაზე, გამოკვეთილად ნახატ-ნიშნები არის დაბეჭდილი ოქროს შტამპებით. სამეცნიერო კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ფესტოსის დისკო არის ოქრო დამწერლობის ნიმუში. ჩვენ ამ დეტალებზე ვსაუბრობთ ნაშრომებში და ეს ნაშრომები მითითებულია თქვენს ეკრანზე. ოქრო დამწერლობის ნიმუშზე ჩვენ საუბრობდით, ანუ ბერძნულ წყაროებზე რამდენიმე გადაცემის წინ. ამ დეტალებს ჩვენ ახლა არ გავიმეორებთ, თქვენ შეგიძლიათ წინა გადაცემებიც ნახოთ. ეს ნაწილი ჩვენი კვლევებისა, რომელიც ოქრო დამწერლობის ნიმუშად არის წარმოდგენილი ფესტოსის დისკო, დაბეჭდილია მითითებულ წიგნში, მითითებულ ჟურნალში, სამეცნიერო ჟურნალში, ეს არის ქართველოლოგია 2008 წლის 100 ნომერი და იგივე ნაშრომი დაბეჭდილია შემდეგ კრებულში და ამ კრებულს ეხლაც გაჩვენებთ ჩვენ. ეს არის ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი ისტორიული ეთნოლოგიური ძიებანი 2008 წლის 100 ნომერია. რა თქმა უნდა, ნაშრომის სრული გაცნობა იმათვის არის საინტერესო, რომელიც ამ დეტალებს იკვლევს ფესტოს დისკოსთან დაკავშირებით. ფესტოსის დისკოს წარწერების შესწავლის მიზნით აგრეთვე საყურადღებოა შემდეგი გამოცემები. ეს ივდიუოს ფრანგულად დაბეჭდილი წიგნია და ამ წიგნში საინტერესო მასალა ფესტოს დისკოს როგორც წარწერების შესახებ, ასევე მის დაბეჭდის ტექნიკაზე და სხვა საკითხები. შემდეგი ორი წიგნს გაჩვენებთ, ეს არის
ჟან-პიერ ოლივიეს წიგნს ფესტოს დისკოს შესახებ და მეორე წიგნი ეს არის დავარასის წიგნი ფესტოსი ჰაგიატრია და შემდეგი არქეოლოგიური ადგილი რომელზეც ჩვენ საუბრები გვექნება შემდეგ გადაცემებში არის წიგნი ბალისტირის რომელიც არის პირველად დაიბეჭდა გერმანულ ენაზე შემდეგში ეს ითარგმნა ინგლისურად და აქ საკმაოდ ბევრი კარგი მასალა არის მოცემული ფესტოსის დისკოსთან დაკავშირებით ხოლო ქართველებს შესაძლებელია გაეცნონ ამ მხრივ ეგეოსურ დამწერლობათა სისტემებს და ეს წიგნი არის პროფესორი ლელა ჩოთალიშვილის წიგნი 2003 წელს არის გამოცემული საკმაოდ ბევრი მასალა მოცემულია კრეტულ დამწერლობების შესახებ და საერთოდ კარგი დაკვირვებები არის ამ წიგნში წარმოდგენილი ვისაც ამ მხრივ ინტერესი აქვს ეს წიგნიც საკმარისია რომ გაეცნონ ეგეოსურ დამწერლობების მნიშვნელოვან დეტალებს 1934 წელს კუნძულ კრეტაზე სოფელ არქალოხორში მდებარე გამოქვაბულის გათხრებისას მარინატოსმა აღმოაჩინა ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის არქალოხორის ბრინჯაოს ცული რომელზეც წარმოდგენილია იეროგლიფური წარწერა თქვენს ეკრანზე ჩანს ეს არქალოხორის ცული და ახლა გაჩვენებთ თუ როგორი ტიპის წარწერა არის არქალოხორის ბრინჯაოს ცულზე წარმოდგენილი არქალოხორის ცულის წარწერა წარმოვადგენთ ქვემოთ ეს არის არქალოხორის ბრინჯაოს ცულის იეროგლიფური წარწერა თქვენს ეკრანზე ჩანს ნახат ნიშნებია და ეს ნიშნებიც წარმოდგენილია ფესტოს დისკოს ნიშნებთან ერთად ანუ ფესტოს დისკოს წარწერის წაკითხვის დროს გამოყენებული მეთოდი ვრცელდება ასევე ჩვენი შექმნილი მეთოდი ანუ ალგორითმი უпростоრად რომ თქვა ვრცელდება არქალოხორის ბრინჯაოს ცულის იეროგლიფური წარწერის ამოკითხვისთვის მოკლედ რომ თქვა ფესტოსის დისკო არ არის მხოლოდ ცალკეული დოკუმენტი ისეთი რომელიც მასში გამოყენებული ალგორითმი რომ არ ვრცელდება სხვა დოკუმენტს სწორედ ერთ-ერთი დოკუმენტია კიდევ არქალოხორის ბრინჯაოს ცულის წარწერა რომელზეც ჩვენი ალგორითმი ვრცელდება იმ წესით იმ კანონებით იკითხება როგორც ჩვენ წავიკითხეთ ფესტოს დისკოს წარწერების ნიშნები და არქალოხორის ცულის იგივე წესით იკითხება არქალოხორის გამოქვაბულში მარინატოსმა აგრეთვე აღმოაჩინა ძველი წელთაღრიცხვის მე-16 საუკუნის ოქროსა და ვერცხლის ცულები რომლებზეც წარმოდგენილია აკლასის ხაზოვანი დამწერლობით შესრულებული წარწერები და თქვენს ეკრანზე ჩანს სწორედ ეს ოქროს ცული და მის ერთ-ერთ ნაწილზე არის დაფიქსირებული როგორც მოგახსენეთ ახაზოვანი წარწერა 4 ნიშანი არის და ეს 4 ნიშანი დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ იკითხება და ეს ცნობილია ამის საკითხვა იდამატე ეს ამ საკითხზე ჩვენ შემდეგში ვისაუბრებთ ეს არის ქალღმერთის მატევის ქალღმერთის ანუ ნაყოფიერების ქალღმერთის იდას ნაყოფიერების ქალღმერთის სადი მიძღნილი ოქროს ცული ну ეს წარწერა იდა არის დასახლება უпростоრად ტოპონიმი თა ღვთის სახელი, ხოლო მატე არის დედა. ეს არ გეგონოთ მატე როგორც ინდოევროპული სახელი, არამედ ეს არის მატების, ანუ გამრავლების, ნაყოფიერების სიმბოლო. სხვათა შორის ეს სიტყვაც ინდოევროპულშიც მსგავსია, მაგრამ ვერ მოხერხდა ახაზოვანის წაკითხვა, როგორც თქვენთვის ცნობილია ინდოევროპულ ენაზე და ჩვენი თეორიის მიხედვით, ჩვენი მასალის მიხედვით, ჩვენი ალგორითმის მიხედვით ახაზოვანის წარწერებით იგივე წესით, რაც წავიკითხეთ აკლასის ისა ფესტოს დისკოს წარწერების ნიშნები, არქალოხორის ცულის ნიშნები, ასევე იგივე წესით არის წაკითხული ჩვენ მიერ აკლასის ხაზოვანი წარწერები. ჩვენ ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, შემდეგშიც გვექნება დაწვრილებით. და კიდევ მნიშვნელოვანი არქალოხორის გამოქვაბულში ნაპოვნი იქნა მრავალი არქეოლოგიური ნივთი, რომლებზეც ჩვენ არ ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში, მხოლოდ ნახავთ თქვენს ეკრანზე გამოჩნდება არქალოხორი, ეს დასახლება დღეს და მასთან ახლოს მდებარეობს გამოქვაბული. ეს არის ცენტრალური კრეტა,
და მისი მდებარეობა თავარი ქალაქიდან არის დაახლოებით 32 კილომეტრით დაშორებული. შემდეგი არქეოლოგიური ადგილი და ძალიან მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ადგილი ასევე გამოჩნდება თქვენს ეკრანზე. ეს არის არხანესი. არხანეში დღესაც არის მნიშვნელოვანი მუზეუმი და ამ მუზეუმში განთავსებულია საკმაოდ დიდი არტეფაქტები მინოსური პერიოდისა. არხანესი ჰერაკლიონიდან დაშორებულია დაახლოებით 16 კილომეტრით. ეხლა ჩვენ ვისაუბრებთ კონკრეტულად აკრასის ხაზოვანი დამწერლობის შესახებ. ჰოიბეკის მოსაზრებით კრეტული იეროგლიფური დამწერლობის ნიშნებს უკავშირდება აკრასის ხაზოვანი დამწერლობის ნიშნები და ამაზე საკმაოდ ძლიერი მასალა აქვს მოცემული ჰოიბეკს და მას გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ ეს არის 31 ნიშანი, ესე იგი კრეტული იეროგლიფური დამწერლობის ნიშნები და 31 ძლიერ კავშირს ავლენს ამ მსგავსებას აკრასის ხაზოვანი დამწერლობის ნიშნებთან. აქ რა თქმა უნდა მოისაზრება ასევე ფესტოს დისკოს ნიშნებიც. 1976-1985 წლებში ლუი გოდარმა და ჟან პიერ ოლივიემ გამოაქვეყნეს აკრასის ხაზოვანი დამწერლობის ნიმუშები, რომლებიც დაბეჭდილია 5 ტომეულში. ამ 5 ტომეულს ქვია შემდეგი სახელი გორილა. ეს არის აბრევიატურა. ანუ პირველი ასოები წიგნის სახელიდან გამომდინარე. სპეციალური ლიტერატურის მიხედვით, ამ ლიტერატურის მიხედვით, აკრასის ხაზოვანი დამწერლობითი ძეგლების რაოდენობა დღეს შეადგენს 1427 ამ წიგნის მიხედვით, მაგრამ დღევანდელი გათვლით უკვე დამატებულია 55 წარწერაც და ეს ყველა წარწერა პირობითად დღეს უკვე დათარიღებულია ძველი წესაღლის 1900-1450 წლებით. ეს არის 3900-3450 წლიწინანდელი დოკუმენტები. ჩვენ სწორედ შემდეგ გადაცემებში ვისაუბრებთ აკრასის ხაზოვანი წარწერების შესახებ დაძრულებით. დღეს აქ დავასრულოთ საუბარი. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.